ამასული ვარ მეგობრებო, ქაშაბზე სათევზაოთ. მაქსიმუსის ჯოხი მაქვს 5 გრამამდე. ასეთი სატყვარა და ასეთ ლამას ბუნებაში ვითევზაებ დღეს. პატარა მდინარია. ქაშაბიც ყავს რა, ასე ვთქვათ. ასე თუ ისე. დავიწყებ და ვნახოთ როგორი აქტიურებს ჩვენი ქაშაბი. აქ საცეპიანი ადგილია. თქვენთვის შეიძლება არ ჩანს, მაგრამ არის. დაჟდა. კეთხარეს ტოტებია სულ ჩაყრილი. აი ასეთი ქაშაბი დაგვიჟდა. მეგობრებო. კაი გავუშვათ. გავაცინოთ რომ არის დიდი არა, მაგრამ მაინც კარგია. მოდი გაგიშვა. აჩები, ხელა პატარა, ეს დიდი. აი ასაჯერად გავუშვათ ესეც. ვაგზელოთ აბა. არის ეს ნორმალური ზომა. მერია ცოტა გამიჭირდება ამის მოყვანა. სან ეს უფრო მოზრდილი ზომა. ეს უფრო მოზრდილი ზომა ჩანს. ძალიან გავუშვათ მეგობრებო. გაიზარდეს. წავიდა. არის პატარა. მაინც კარგია. შეიძლება და მეტიც დამეჭირა რომ იყოს აქტიური და კარგად ურტყამდეს. წადი. არის გაზრა რა. არიღებს თამამა თევზი რა. უბრალოდ თამამად არიღებს, რომ ჩარტყმები არის ბევრი. და არიღებს თამამად. ეგაა და ეგ. კაი გადავინასვლა კიდე. არ ჩერდები დავდივარ ასე რა. აქტიურ თევზს ვეცებ. ანერგი გამოც. არის ასეთი. აქტიურ ქაშაბს ვეძებთ რა ერთი სიტყვით. გავუშვათ ესეც. აი რასაც ქვია იკიდება სატყვარას რა. კი არ იჭირება, აი მოზდებს ეტყობა და თამამად არიღებს და ან უკმენს და გამოედება, ან და გამოდებულია გვერდიდან რა. სნაურად იხებს ძალიან.
არის აწუა პატარა გასაშვები ზომა მოდი ერთად დად არის აი ისევე იგივე ზომა რა დადი შენც კარგი წინ წავიდეთ ჯობია პატარა ზომები არ მინდა და ჩემია ცოტა მეტი ზომა დაგიჭირო ვიდრე ეს პატარა არის რა მათი ღებს მოკლედ რო იცოდეთ აი რასაც ქვია ნაზად იღებს რა ნაზად და რეალიზაციაც ნაკლები არის რა თქმა უნდა აი სადაა გამოდებული აი ეგეთი ზომა ნაზად იღებს რა რასაც ქვია დღეს რო აიღო ცოტა თამამად იმდენი რეალიზაცია მექნებოდა თევზის რო რა ვიცი არის ეს კარგია ასე რო იღებდეს თელიტრი ასე რო ყოფილიყო შეიძლება საღამოსკენაც აიღოს და გააქტიურდეს თქო იმას ვფიქრობ ну არა დიდი ზომა მაგრამ მაინც კარგია ნერი არის იქნებ და გააქტიურდე რა კიდევ ერთი ძალიან კარგი თუ საღამოსკენ გააქტიურდა თევზს დავიჭერა და ვისიამოვნება ის ახლა რაც დავიწყე თავიდან აი პასიური თევზი იყო ძალიან და თუ აქტიური დავიჭირე ეს უკვე ნელ-ნელა იწყებს აქტიურობას არის პირდაპირ ჩაგდებაზე კარგია შენიერია ასეთი შენიერი კარგია ცოტა უკან დავიწიე რადგან დროც ცოტა გავიდა და მეთქი ასე რომ გააქტიურდა რამოდენიმე რო დავიჭირე აი გაამართლა პრინციპმა უკან დავიწიე იგერ თევზაავდი უკან დავიწიე აქეთ ნათევზაები მაგრამ მოყოლებაზე არ მოდიოდა ახლა დაიწყო ეს შვენიერი კარგია ნახოთ ერთი აი გააქტიურდა ჩვენი კაშაპონია ეს ნორმალური ზომა კიდევ ძალიან კარგი წამ გაქცევას მცდილობ ჩემი ხარ აი კიდევ ერთი შვენიერია აი მომწონს
როგორც თქვი, არ მოდიოდა თავიდან დილას, ну რა შუა დღეზე დავიწყე თევზაობა, ასე რომ ვთქვა. ხო და აგერ ის გააქტიურდა. შენიერი კარგია. არის კიდევ ერთი. ო, კარგია, კარგი. ასე გააგრძელე და მეტი რა ვიცი. გაჩი გამექცევი შენახა ვიცი მე. აი, კარგია მომწონს. აქტიურების თემა მომწონს. ასე შვენიერი კარგი. ერთს გავატარებ აქ და გადავალ უკვე სხვაგან, რადგან აქ გავაკეთე 1-5 გატარება და უკვე ქაშაპი არაფერს არ შვება. ამიტომ გადავალ სხვაგან რა. სხვაგანაც მოსინჯავ ერთ ადგილზე, ვარ გავჩენ. არის მომინაცვლე ადგილი და დავიჭირე. იასტე. შვენიერი, ძალიან კარგი. აი ზარდე. არის, მაგრამ ეს პატარა ჩარტმა გაიყო. აუშვათ ეს. და აქეთ ნაპირას გავუყვეთ. აქეთ რა იქნება ვნახოთ. აი ასე. აქეთ ვნახოთ აბა. ურტყამს. არის თუ არა? კი არის. კარგია, კარგი. დღეს რასაც ქვია მისი ამოვნებია რა. აი. კარგია, ამანაც გადაყლაპა. მაგარია რა. ასე გააგრძელეთ, ასე. შვენიერი. კიდევ ერთხელ მოსინჯოთ. რადგან აქტიურობს ვიხელწოთ დროით. არის. კაიქცა. შვენიერია, მოკლედ. დაუყვეთ ასე. ნაპირ და აი არის. არის მიდი არ მოეშვე. არის. მაგარი რა. მეგობრებო, აი როგორ ჯიქს იღებს ისე შვება რა. სატყუარას ვასწრით ქვემოთ ჩასვლას და მერე იღებს. თავიდან არ იღებს რა. სიღრმეზე შვება. ძალიან კარგი. გავაგრძელოთ მეგობრებო. ვიხელთოთ მომენტით ქაშაპი რადგან აქტიურობს ჩვენს შანსი არ გაუშვათ. აი შემდეგიც კარგია. გაჯობია ქაშაპი რო აქტიურობს. მეც რასაც ქვია რაც არ მითევზაებია ის სიამოვნება აღვიდგინე უცებ აგერ ერთი თევზაობით. შვენიერია.
კიდევ ერთხელ ჩავაგდოთ. ნელ-ნელა წინ მივიწევ. არის რადგან იქეთ ნელ-ნელა შინდება ქაშაპი და ვახჩიმი. აი გამექცა. ნუ არა უშავს, ყველას ყوار დავიჭერ ახლა. კარგი. გავაგზავნოთ. ცოტა წინ გადავიძეთ. იქ დავაფრთხე ქაშაპი და აქ შეიძლება აი არის აქ არ არის იმდენად შეშინებული ქაშაპი და ამიტომაც აი დავიჭირე. ასეთი. აი ხელაზო. აიზარდე. ორა დავარტყა, ბიჭო. დავარტყა. კარგია, კარგი. შვენიერი. კაჩი. მაგარია რა. შვენიერი. არის მაგრამ მე რაც მინდა ისეთი სასაცილო ზომა რა წადავანერთავი დიდი მინდა დიდი ზომა მოკლედ მეგობრებო ეს ადგილი ასე ჩავიარე იმის გაყოლებაზე რაც მოყვებოდი არ გამოიჩინა ქაშაპმა თავი და ამიტომ სხვაგან გადავალ ჯობია არის ახალ ადგილას გადმოვედი და აი ასეთი ქაშაპი დაგვიჭდა. რავი რა გითხრათ რა, მანძილი გამოვიარე, საკმაოდ კარგი და უკვე პერსპექტიული ადგილებს გულისხმობ რა. რავი არის აქტიურა სულ არა ქაშაპმა და აგერ ეს ერთი რაღაც რავი მშიერი იყო თუ რა იყო, მოვიდა. პიკი საათი, ანუ აქტიურობის, ასე ვთქვათ, დამთავრდა ქაშაპის და უკვე გაპასიურდა რა. არის რომ მოდის მაინც კარგია რა. 1 2 მაგრამ კარგია. დენი თანაჭერი ქაშაპის მერე ну თევზმა უკვე შეწყვიტა იმდენად არა აქტიური თავარია მოდის ცოტა მაგრამ მაინც ატი სინჯოთ აბა ამ ადგილას კლასიკური ადგილებია ქაშაპისთვის მაგრამ უკვე ქაშაპმა დაანება რა თავი აქტიურობას იმდენად არ მოდის ვახ ბიჭო ეს რა იყო მაგიზე დავადირე წაიღო სატყუარას და ყველაფერი რა მოშვებული მაქვს ფრიქციონი რა რატო ქნას რა ვიცი რა ზომა იყო რო იცოდეთ რა ფრიქციონი მოშვებული პატარა მაგრამ არის ეგ რა ზომა რა ფილი ისეთი მე რაც მინდოდა ის კი გამექცა და დაუშვათ. ათი
არის რაღაც ერთი საღამოს ქაშაპი. ოპ, კარგად აქტიურობს, კარგად. უბრალოდ ტახტის. მოდი. აი ჩვენი საღამოს ქაშაპიც. მოკლედ მოგწევი მეგობრებო, ამით თევზაობას. ძალიან მაგარი თევზაობა მქონდა დღეს. უამრავი ქაშაპი ვიჭირე. ჩემს გაკეთებულ აერესზე, ვისაც სატყვარად აინტერესებს. შენიერად კარგად გავერთე და ვისიამო. ვისაც მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, მოიწონეთ. გამოიწერეთ არქივისაც არა გამოწერილი და მოკლედ შეძლებს დაგვარად, როცა მეცლება ახალ ვიდეოებს დავდებ. დღევანდელი დღე ეს იყო. შენიერი კაი თევზაობა გამომივიდა. აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ახალ ვიდეოს რო დავდებ კი გაიგებთ და ამ თევზს კი ჩვენ ქაშაპს გავუშვებ. დავიდეს გაიზარდოს. გადი. აი ეს დიდი მაინც დავსვი. ვერ მოვისვენე და აი მინა რა ვიცი რა ხელა რო გაჩვენოთ. აგერ ერთი აგერ მეორე ორი მტკაველა გაშავია რა. აი აჰა ბატონო ესა და ეს ორო ჩააწყვეტა და წაიღო ჩემი აერესი. მაგრამ მაინც დავიჭირე. ძალიან კარგი. კამერა დამიჯდა რა. და არიღებს. ვერანაირად აი დავაჭერ ხელს. გესმით ხმა ალბათ ხო? მაგრამ მაინც დავიჭირე. აგერ მობილურით გადავიღებ რა.